შვიდწლიანი პაუზის შემდეგ პირველად ჩინეთის პრეზიდენტი ფხენიანში ჩასვლას გეგმავს. სახელმწიფო ვიზიტის ფარგლებში გადაუხადოთ ჩრდილოეთ კორეის ლიდერს კიმ ჩენ ინს შეხვდება. ვიზიტის შესახებ ცნობილი გახდა მას შემდეგ, რაც ფხენიანის სახელმწიფო მედიამ გაავრცელა ფოტომასალა, რომლის მიხედვითაც ჩრდილოეთ კორეამ ატომური ბომბების წარმოებისთვის საჭირო კომპონენტების ახალი ობიექტი წარადგინა, სადაც ქვეყნის დიქტატორმა ლიდერმა გამოაცხადა ბირთვული ძალების გეომეტრიული პროგრესით ზრდის შესახებ. ექსპერტების თქმით, ეს ნაბიჯი აჩვენებს, რომ სინ ძინპინის ვიზიტის წინ კიმ ჩენ ინი მიისწრაფვის ფხენიანის ბირთვული ზესახელმწიფო სტატუსის გამყარებისკენ. სამხრეთ კორეის სამხედროების ცნობით, ჩრდილოეთ კორეის ახალი ბირთვული ობიექტი წარმოადგენს ურანის გასამდიდრებელ საწარმოს, რაც სავარაუდოდ დონალდ ტრამპის ადმინისტრაციის პოლიტიკისთვის შეუსაბამო აღმოჩნდება. თუ იქნება გათვალისწინებული ირანის წინააღმდეგ წარმოებული სამხედრო ოპერაცია სწორედ ამ მიზეზის გამო. ანალიტიკოსები ფიქრობენ, რომ ნაკლებად მოსალოდნელია ვაშინგტონი დაეთანხმოს ფხენიანის მიერ ურანის გამდიდრებას იმ ფონზე, როცა ამას ფაქტობრივად უკრძალავს თეირანს. ბოლო წლების განმავლობაში კიმ ჩენ ინმა პრიორიტეტად აქცია ბირთვული შესაძლებლობების განვითარება, რაც დასტურდება ამ მიმართულებით წვნებისა და სამხედრო გამოცდების სიხშირით. ეს ფაქტი შეშფოთებას იწვევს იაპონიასა და სამხრეთ კორეაში, რომელიც ფხენიანმა მთავარ მტრად გამოაცხადა. გასულ თვეში თითქმის ერთკვირიანი შუალედით ჩინეთის პრეზიდენტმა თავის ამერიკელ და რუს კოლეგებს უმასპინძლა. დონალდ ტრამპი პეკინს მეორედ ეწვია, თუმცა რამდენიმე წლიანი პაუზის შემდეგ. ვლადიმერ პუტინი კი 25-ით თავის თითქმის 26 წლიანი მმართველობის პირობებში.